რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინასთან შეიძლება 2022 წელს დაიწყო, მაგრამ ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი სინამდვილეში ბევრად ადრე, 2014 წლიდან იწყება. სწორედ მაშინ რუსულმა ძალებმა მოახდინეს ყირიმის უკანონო ანექსია. 4 კვირაზე ნაკლებ დროში მეზობელი ქვეყნის მთელი რეგიონი მიითვისეს. მას შემდეგ კიევის ოფიციალური პირები, სამხედრო მეთაურები და მთლიანად უკრაინელი ხალხი სასოწარკვეთილად ელიან ყირიმის სრულ დაბრუნებას და სრულ დერუსიფიკაციას. როგორც ჩანს, მათი ლოდინი შეიძლება დასასრულს უახლოვდებოდეს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თითქმის არაფერი შეუძლია, რომ ეს შეაჩეროს. და ეს ნამდვილად არ იყო ის, რასაც პუტინი ელოდა, როცა 10 წელზე მეტი ხნის წინ ყირიმი რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. სხვადასხვა მესი 2022 წლის ეგრეთ წოდებულ სპეციალური სამხედრო ოპერაციისგან, რომელიც გრძელვადიან, გაწელილ და საოცრად ძვირადღირებულ საქმედ იქცა, ყირიმის ანექსია პუტინისთვის საკმაოდ მარტივად წარიმართა. მან ისარგებლა კიევში არსებული მოკლე პოლიტიკური ქიტიკური ქაოსით და დაიკავა რეგიონი. გაგზავნა ელიტური პერსონალი უნიშნო ფორმებში, რათა არეულობა შეექმნა და ნებისმიერი სახის უკრაინული სამხედრო რეაგირება შეეფერხებინა. სევასტოპოლში და სხვა ადგილებში არსებული რუსეთის სამხედრო ობიექტების მაქსიმალურად გამოყენებით, პუტინის ძალებმა სწრაფად აიღეს კონტროლი ყირიმის პარლამენტზე, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასა და საკომუნიკაციო ცენტრებზე. ეს იყო ოპერაცია, რომელიც როგორც ფრთხილად იყო დაგეგმილი, ასევე თითქმის უნაკლოდ შესრულდა. და ამან გამოიწვია ის, რომ რუსეთმა აიღო კონტროლი ძალზე სტრატეგიულ ადგილზე, რომელსაც თავად პუტინი უწოდებს ჩაუძირავ ავიამზიდს. საბოლოოდ მხოლოდ ყირიმის და მისი პორტული ქალაქი სევასტოპოლის მეშვეობით შეუძლია რუსეთს აკონტროლოს შავი ზღვა და ძალის პროექცია მოახდინოს როგორც ხმელთაშუა ზღვაში, ასევე ახლო აღმოსავლეთშიც. ვისაც ყირიმი ეკუთვნის, მას ასევე აქვს გავლენა შავი ზღვის სხვადასხვა სავაჭრო მარშრუტებზე. და აღსანიშნავია, რომ მიმდებარე წყლები დიდარია ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა ნავთობი და გაზი. მოკლედ, ეს არის უკიდურესად ღირებული ტერიტორია კონტროლისთვის. და რუსეთმა სრულად გამოიყენა ეს კონტროლი 2022 წელს მასშტაბური შეჭრისთვის მზადებისას. მან ჯარები, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა ნახევარკუნძულზე გადაიყვანა, რომლებიც შემდეგ გამოიყენეს უკრაინის სამხრეთ რეგიონების დაბომბვისთვის. მას შემდეგ კონფლიქტის განმავლობაში რუსეთი კვლავ აგრძელებს ყირიმის სამხედრო პლაცდარმად გამოყენებას. მან ნახევარკუნძულიდან უკრაინის ქალაქებს, დასახლებებსა და ფრონტის ხაზზე განლაგებულ პოზიციებზე უამრავი რაკეტა და დრონი გაუშვა. ასევე იყენებს ცნობილ ყირიმის ხიდს, რომელიც ყირიმს რუსეთის მატერიკთან კერჩის სრუტის გავლით აკავშირებს, როგორც მნიშვნელოვან მომარაგების ხაზს. მაგრამ რუსეთს არასდროს შეძლებია ყირიმში სრულად დამკვიდრება და რეგიონის სრულად კონტროლი, რადგან უკრაინამ ამის საშუალება არ მისცა. სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი დღიდანვე უკრაინის სარდლებმა ნათლად განაცხადეს, რომ მათი ერთ-ერთი გრძელვადიანი მიზანი ნახევარკუნძულის გათავისუფლება იყო. და დიდხანს არ დასჭიროებია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომ ეს განცხადება რეალური ქმედებით დაემტკიცებინათ. მართლა, ომიდან სულ რამდენიმე თვეში დაიწყო პირველი შეტევები. უკრაინული დრონების ეკიპაჟები სევასტოპოლში რუსულ შავი ზღვის ფლოტს ესხმოდნენ თავს, ხოლო აფეთქებები ყირიმის ხიდს არხევდა. გზავნილი ნათელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ასობით მილზე ფრონტის ხაზზე რუსეთს ებრძოდა ისეთ რეგიონებში, როგორიცაა დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონი, უკრაინა მაინც იყო მტკიცედ განწყობილი, რომ ყირიმი მტრის ძალებისთვის მაქსიმალურად სახიფათო გაეხადა. და როგორც თვეები და წლები გადიოდა, შეტევები გრძელდებოდა. სევასტოპოლის საზღვაო ბაზაზე სამხედრო გემები ჩაიძირა. Storm Shadow-ის ფრთოსანმა რაკეტებმა რუსული გამაგრებები რუკიდან გააქრო. თვითმფრინავები კამიკაძე დრონებმა დაწვეს, ხოლო საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთის შემდეგ ერთი განადგურდა. ყირიმის ხიდიც კვლავ ზიანდებოდა. მას მეორედ დაარქვეს 2023 წლის ივლისში, ხოლო შემდეგ კვლავ 2025 წლის ივნისში. უკრაინის ზოგიერთი თავდასხმა ყირიმზე შედარებით მცირე მასშტაბის იყო. სხვა თავდასხმები კი მართლაც გამანადგურებელი იყო. მაგალითად, ლეგენდარული ოპერაცია კრაბის ხაფანგი, რომლის დროსაც 2023 წლის სექტემბერში Storm Shadow-ს რაკეტების ზალპი პირდაპირ სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობას ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით დაიღუპა 30-ზე მეტი ოფიცერი და 100-ზე მეტი სამხედრო დაიჭრა. ამ თავდასხმებმა უზრუნველყო, რომ რუსეთის ძალები ყირიმში და მის გარშემო მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში იყვნენ. ყოველთვის ფრთხილობდნენ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა კიდევ მეტი დრონი ან რაკეტა გამოჩენილიყო. მაგრამ უკრაინას იშვიათად თუ შეეძლო ყირიმში ბოლომდე წასვლა, იქ ჯარების შეყვანა ან რეალურად დაკარგული მიწების დაბრუნება. მას ყოველთვის სხვა პრიორიტეტები ჰქონდა. სხვა სადაო ტერიტორიებზე უნდა ეზრუნა, სხვა ქალაქები და დაბები უნდა დაეცვა, სხვა რუსულ შეტევებზე უნდა ეფიქრა. მას არ შეეძლო დაეშვა შეცდომა და ძალიან ბევრი დრო, რესურსი ან ადამიანური ძალა დაეხარჯა ყირიმზე, რადგან ეს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან უბნებში სისუსტეებს შექმნიდა და რუსეთს მისცემდა შანსს გაეტანა შეტევა და დაეკავებინა მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამიტომ უკრაინა მოთმინებით ელოდა თავის დროს. ის განაგრძობდა ყირიმზე წარმატებული შეტევების დაგეგმვას და განხორციელებას.
მან გაანადგურა მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები, თვითმფრინავები და საბრძოლო მასალის მარაგები. მაგრამ ზოგჯერ თითოეულ შეტევას შორის რამდენიმე კვირა ან თვე გადიოდა, რადგან უკრაინის ძალებს სხვა მიმართულებებზე უწევდათ პრიორიტეტის მინიჭება. შედეგად ეს შემთხვევები შეიძლება განცალკევებულ ან თუნდაც შემთხვევით დარტყმებად ჩანდა, მაგრამ ასე არ იყო. ისინი ყველა უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი იყო და ყველა ემსახურებოდა საბოლოო მიზანს, ყირიმის ნახევარკუნძულის დერუსიფიკაციას. ყოველი თავდასხმა ასუსტებდა რუსების პოზიციას. ყოველი დათმა ამცირებდა მათ გავლენას რეგიონზე და ართულებდა მის დაცვას. რათა როცა უკრაინას საბოლოოდ ექნებოდა შესაძლებლობა თავისი უპირატესობა ბოლომდე გამოეყენებინა, ტერს არ ექნებოდა მისი შეჩერების გზა. და ჩანს, რომ ეს დრო ახლოვდება, რადგან 2026 წელს ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა უკრაინა შეიძლება ითქვას ყველაზე ძლიერ პოზიციაშია. მისი შიდა თავდაცვის ინდუსტრია სულ უფრო ძლიერდება, რადგან ქვეყნის მასშტაბით ასობით ახალი თავდაცვის კონტრაქტორი ენერგიულად მუშაობს საინტერესო ინოვაციებზე, დრონებიდან და რაკეტებიდან საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიებამდე და ბევრ სხვა მიმართულებით. ხმელეთზე კიევის ძალებმა ასევე მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს. მათ არა მხოლოდ შეძლეს რუსეთის დაუღალავი შეტევის შეკავება და მათი წინსვლის აღკვეთა, არამედ მოახერხეს საკმაოდ დიდი რაოდენობის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაც. მართლა, 2026 წლის თებერვალი უკრაინის არმიისთვის მნიშვნელოვანი თვე იყო. რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა 2023 წლის შემდეგ, როცა ქვეყნის ძალებმა შეძლეს უფრო მეტი ტერიტორიის დაბრუნება, ვიდრე დაკარგეს. ამასთან ერთად უკრაინას მალე ელოდება გარდამტეხი მნიშვნელობის 90 მილიარდი ევროს, ანუ 105 მილიარდი დოლარის სესხი ევროპის კავშირისგან. ეს სესხი დაბლოკილი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ორბანის მმართველობა საბოლოოდ სრულდება, 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დამანგრეველი მარცხის შეხის შემდეგ, უკრაინამ მზადაა მიიღოს ეს უზარმაზარი ფინანსური დახმარება. მას სჭირდება თავისი ძალების გაძლიერება, თავდაცვის ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარება და საჭირო საბრძოლო მასალებისა და მარაგების შეძენა, რათა მუდმივად ზეწოლა მოახდინოს მტრებზე. ამასობაში რუსეთი არასოდეს ყოფილა ასეთი სუსტი. მაგალითად, ორბანის პოლიტიკური მარცხით პუტინმა დაკარგა ერთადერთი მოკავშირე, რომელიც მას ნატოს ალიანსსა და ევროკავშირში ხავდა. ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს მის პოლიტიკურ გავლენას. რუსული ძალებიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ნელა მოძრაობენ. ზოგიერთ ფრონტის ხაზზე ისინი სრულად გაჩერებულები არიან, ან კი უკრაინელი დამცველების მიერ უკან იხევენ. სხვა ადგილებში ისინი კვლავ წინ მიიწევენ, მაგრამ იმდენად ნელა, რომ ამას თითქმის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კრემლის არმიაც აგრძელებს როგორც ჯარისკაცების, ისე ტექნიკის საგანგაშო ტემპით დაკარგვას. 10,000-ობით ჯარისკაცი ყოველ თვე ან იღუპება, ან მძიმედ იღებს ჭრილობას. ასობით ჯარისკაცი ასევე ტოვებს პოზიციებს ან თეთრ დროშას აფრიალებს და ისინიც კი ვინც მორჩილად ასრულებს მეთაურების ბრძანებებს იღბლიანად ითვლებიან თუ ფრონტის ხაზზე სასიკვდილო ზონაში ორ კვირაზე მეც გაძლევენ, სანამ ახალწეულებით ჩაანაცვლებენ. და რაც შეეხება ახალწეულებს, ახლა უკვე კარგად არის დოკუმენტირებული, რომ რუსეთს სულ უფრო უჭირს მათი საკმარისი რაოდენობით პოვნა. მისი გაწვევის სტატისტიკა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაშინ როცა დანაკარგების მაჩვენებელი იზრდება. და 2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში მას მუდმივად არ შეეძლო საკმარისი ახალი ჯარისკაცების მოზიდვა, რათა ჩაენაცვლებინა ისინი, ვინც მოკლეს ან დაჭრეს. მისი არმია უფრო მცირე და სუსტი ხდება და ამ ომში მისი პერსპექტივებიც უარესდება. ყველა საუბარი რუსეთის გარდაუვალ გამარჯვებაზე ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ქრება, რადგან ექსპერტები და ანალიტიკოსები მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის ზოგიერთი უკიდურესად მებრძოლი სამხედრო ბლოგერებიც, აცნობიერებენ, რომ ვითარება შემოტრიალდა. ეს უკრაინაა, არა რუსეთი, რომელიც უპირატესობაშია. და გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, რომელმაც თითქმის 40 წელი იმსახურა შეერთებული შტატების არმიაში და მიაღწია შეერთებული შტატების არმიის ევროპის სარდლის წოდებას, მიიჩნევ, რომ ახლა კიევის ძალებისთვის დროა, რომ ყირიმში მოქმედებები გააძლიერო. მაგრამ სანამ განვიხილავთ, რას ამბობს ის და რას ნიშნავს ეს ყველაფერი, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. ახლა ხან გენერალ-ლეიტენანტი ჰოჯესი Times-ის რადიო პოდკასტში Frontline: The War in Ukraine and Global Security გამოჩნდა, სადაც ანალიტიკოსები და ექსპერტები განიხილავენ რუსეთ-უკრაინის ომს და აზიარებენ საკუთარ ხედვებსა და პროგნოზებს, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. გადაცემაში გამოშლისას ჰოჯესმა თავისი მოსაზრება გააზიარა, რომ მიუხედავად ყველა ბრძოლისა და ყურადღების სხვაგან გადატანისა, ყირიმი შეიძლება ითქვას ამ მთელი ომის მთავარი საკვანძო წერტილია. მე კვლავაც მჯერა, როგორც თავიდანვე მჯეროდა, რომ ყირიმი ამ ომის გადამწყვეტი ტერიტორია. ის განმარტავს, რომ ნახევარკუნძულს ორივე მხარისთვის როგორც სიმბოლური, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, პუტინი მუდმივად ამტკიცებს, რომ ეს რეგიონი კანონზომიერად უნდა ეკუთვნოდეს რუსეთს და იმდენად შორს წავიდა, რომ მას წმინდა ადგილად და რუსეთის განუყოფენ ნაწილადაც კი მოიხსენიებს. რუსი ლიდერი ასევე კარგად აცნობიერებს ნახევარკუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობას. როგორც ჰოჯესი აღნიშნავს, ძალაუფლების პროექცია შავი ზღვის მასშტაბით სწორედ ყირიმიდან არის შესაძლებელი. ის აგრძელებს და აღნიშნავს, რომ თუ უკრაინა შეძლებს ყირიმის დაბრუნებას და მის პორტებსა და აეროდრომებზე კონტროლის აღდგენას, ეს ომის მთლიანად სახეს შეცვლის.
ოჯესი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და ქვეყნის მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი კარგად იცნობენ რეგიონის მნიშვნელობას და ეჭვგარეშეა, რომ ყირიმი მათ მიზნების სიაში ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფიქრობს, რომ რეგიონში პირდაპირ სახმელეთო შეტევა ჯერ არ მოხდება და ამ ეტაპზე არც არის აუცილებელი, ის ელოდება უფრო ხანგრძლივ შეტევებს აეროდრომებზე, საჰაერო თავდაცვაზე და სხვა ობიექტებზე. ის ასევე მიიჩნევს, რომ ყირიმის ხიდის დღეები დათვლილია და ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ეს დიდი ხიდი საბოლოოდ დაინგრევა. ეს უკრაინისთვის ისტორიული მომენტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ფაქტობრივად შექმნა სახმელეთო ხიდი ყირიმთან, უკრაინის სამხრეთის ტერიტორიების საკმარისად ოკუპაციით, ის მაინც ძლიერად არის დამოკიდებული თავად ყირიმის ხიდზე და ზოგადად კერჩის სრუტეზე, რათა უსაფრთხოდ გადაიტანონ მნიშვნელოვანი მარაგები, როგორიცაა საწვავი, იარარი და საბრძოლო მასალა, ნახევარკუნძულზე და სამხრეთის რეგიონებში განლაგებულ ძალებთან. თუ ეს ხიდი დაინგრევა, თამაში მთლიანად შეიცვლება. მოულოდნელად ყირიმში დარჩენილი ყველა რუსი ჯარისკაცი მოთხვეტილი იქნება თანამემამულეებს. მათ აღარ ექნებათ უსაფრთხო გაქცევის მარშრუტის კომფორტი უკან, მატერიკზე და ვეღარ ისარგებლებენ მარაგების უწყვეტი და სტაბილური მიწოდებით კრასნოდარის მხარიდან. ეს კრემლისთვისაც უზარმაზარი სირცხული იქნება, როცა ნახავენ, რომ ხიდი, რომლის აშენებაც რუსეთს თითქმის 4 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რუკიდან გაქრება. და უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია წარმატებით დაარტყას ხიდს. მან ეს სამ სხვადასხვა შემთხვევაში გააკეთა: დრონებისა და წყალქვეშა ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით, რათა დაეზიანებინა კონსტრუქცია და დროებით შეეჩერებინა მისი მუშაობა, სანამ შეკეთება მიმდინარეობდა. უკრაინა დღეს კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე წლების წინ იყო. უფრო ძლიერი დრონებითა და დრაკეტებით მას შეუძლია ხიდის მთელი მონაკვეთები წყალში ჩააქციოს. სავსებით შესაძლებელია, რომ მეოთხე თავდასხმა ყირიმის ხიდზე უკვე მომზადების ეტაპზე იყოს. ამასობაში უკრაინა უკვე ამძაფრებს ბრძოლას ნახევარკუნძულზე, ბოლო თავდასხმებით და ამ რეგიონში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელოვან ობიექტს ანადგურებს. მაგალითად, 5 აპრილის ღამეს უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ დაადასტურა, რომ აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის სპეციალურმა დამადანაყოფებმა დრონები გამოიყენეს რუსული სარკინიგზო ბორანის სლავიანინის მწყობრიდან გამოსაყვანად. ეს იყო ბოლო სარკინიგზო ბორანი, რომელიც ქერჩის სრუტეზე მუშაობდა. ეს ბორანები სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალას აწვდიდნენ რუსულ ძალებს ყირიმში. მაგრამ ახლა, როდესაც ეს ყველა ხომალდი განადგურებულია, დაზიანებულია ან გამოუსადეგარია, რუსეთს აუცილებლად გაუჭირდება რესურსების წერტილიდან წერტილამდე გადატანა. დიდი ალბათობით მას მოუწევს ყირიმის ხიდის უფრო ხშირად გამოყენება, რაც ამ ხიდს უკრაინისთვის კიდევ უფრო ღირებულ სამიზნედ აქცევს. სხვა მხრივ, კრემლის სარდლებს შეუძლიათ აირჩიონ მარაგების გადატანა ოკუპირებული დონბასის ტერიტორიებიდან და შემდეგ ხერსონის რეგიონით ყირიმში. თუმცა ამ გეგმის პრობლემა ის არის, რომ ეს მარშრუტები ფრონტის ხაზთან ბევრად უფრო ახლოახლოსაა და შესაბამისად, უკრაინული დრონების, რაკეტების ან თუნდაც არტილერიის იერიშების რისკი გაცილებით მაღალია. კიევის დრონები მუდმივად საშია და აკვირდება გარემოს, რუსული აქტივობის ნებისმიერი ნიშნების დასაფიქსირებლად. ამიტომ დიდხანს არ დასჭირდებათ, რომ აღმოაჩინონ ნახევარკუნძულისკენ მიმავალი ნებისმიერი კოლონა. და ამის შემდეგ მხოლოდ დროის საკითხი იქნება, სანამ დარტყმის დრონებს ან რაკეტებს გაუშვებენ მათ გასანადგურებლად. და უკრაინა უკვე კონცენტრირებულია ამ სახმელეთო მომარაგების ხაზების დარღვევაზე. აპრილში ერთკვირიანი კამპანიის განმავლობაში უკრაინამ რამდენიმე წარმატებული დარტყმა განახორციელა კრიტიკულ სახმელეთო კორიდორზე, რომელიც რუსეთსა და ყირიმს აკავშირებს. 3 რუსული არსენალი და 3 ცალკეული მომარაგების საწყობი იყო მიზანში ამოღებული და დაზიანებული. ხოლო უკრაინულმა ძალებმა ასევე შეუტიეს 2 ლოგისტიკურ კვანძს, რომლებიც ამ კორიდორზე მომარაგების ნაკადის კოორდინაციაში მონაწილეობდნენ. 20 აპრილს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დამატებითი დარტყმები განახორციელეს რუსეთის 2 დიდ სადესანტო გემზე, რომლებიც სევასტოპოლის ყურეში იყვნენ განლაგებული. ორივე გემი მოგვიანებით იდენტიფიცირებული იქნა როგორც პროექტი 775 იამალი და პროექტი 117 ნიკოლაი ფილჩენკოვი. იამალი შეძლებდა 500 ტონამდე ტვირთის, მათ შორის ჯავშან ტექნიკისა და ჯარისკაცების გადაზიდვას და მისი ღირებულება 80 მილიონ დოლარზე მეტი. ნიკოლაი ფილჩენკოვი კი კიდევ უფრო დიდია. მაქსიმალური ტევადობა დაახლოებით 1000 ტონა, რაც მას საშუალებას აძლევს საკმაოდ დიდი სადესანტო ძალა გადაიყვანოს წყლის გავლით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ხომალდიდან უფრო დიდია, ის ასევე უფრო ძველია და არც ისე ძვირადღირებული, თუმცა მისი ღირებულება მაინც დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს თავდასხმები ბოლო ქერჩის სრუტის ბორანზე განხორციელებულ დარტყმასთან ერთად მკაფიო გზავნილს აგზავნის. უკრაინა რუსეთს ყირიმთან მომარაგების ხაზებს წყვეტს. ნაბიჯ-ნაბიჯ ის რეგიონს იზოლირებს, რაც სულ უფრო ართულებს კრემლის ჯარისკაცებისთვის საწვავისა და საბრძოლო მასალის მიღებას, რაც მათ თავდაცვისთვის სჭირდებათ. სადესანტო ხომალდების მსგავსი გემების განადგურებით უკრაინა ასევე უშლის რუსეთს შესაძლებლობას ნახევარკუნძულზე უფრო დიდი ძალა დააგროვოს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წარსულში მაშინაც კი თუ უკრაინა ახერხებდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ან სხვა რესურსის განადგურებას ყირიმში, მტერს ყოველთვის შეეძლო უბრალოდ ჩაენაცვლებინა დაკარგული. თუ კიევის დრონები გაანადგურებდნენ საბრძოლო მასალის საწყობს, მაგალითად რუსულ ძალებს შეეძლოთ სხვა რეგიონებიდან ამოევსოთ საბრძოლო მასალა და გადაეტანათ ის სრუტეზე ან ყირიმის ხიდზე. მაგრამ როდესაც მომარაგების ხაზები გაჭრილია დილია და ზეწოლის ქვეშა, ეს აღარ იქნება შესაძლებელი. თუ ფართო სურათს შევხედავთ, ეს შეიძლება იყოს რაღაც უფრო დიდი პროცესის დასაწყისი. თუ უკრაინა შეძლებს ყირიმის იზოლირებას, მაშინ ნახევარკუნძულზე დარჩენილი ნებისმიერი რუსული ძალა ფაქტობრივად უმცეო მდგომარეობაში აღმოჩნდება. და რადგან უკრაინის დრონები და რაკეტები ყოველწლიურად უკეთესი და უფრო ზუსტი ხდება, თავდაცვის ძალებს მცირე სირთულე ექნებათ დარჩენილი ჯარისკაცების ლიკვიდაციაში. შესაბამისად, კრემლის კონტროლი რეგიონზე სწრაფად შესუსტდება. და თუ უკრაინა საბოლოოდ შეძლებს ხერსონის გავლით გზის გაკაფვას, ის გამოიყენებს მტრის სისუსტეს და ერთ დღეს საკუთარ ჯარისკაცებს გააგზავნის ტერიტორიის დასაბრუნებლად. ეს შეიძლება შორეულ პერსპექტივად მოგოჩვენოს, მაგრამ ყველა ნაწილი უკვე თავის ადგილზეა და უკრაინის სამხედრო ძალა სწორ ნაბიჯებს დგამს, რანახორციელოს თავისი დერუსიფიკაციის ხედვა. და რადგან კრემლი იზრდება დანაკარგების რაოდენობის, დამანგრეველი ტექნიკის დაკარგვის, წინა ხაზზე შეტევების შეჩელებისა და წარუმატებელი რეკრუტირების კამპანიების ფონზე, მას აღარ აქვს საშუალება, რომ ყირიმი ისეთივე ძლიერად და მყარად გაამაგროს, როგორც წარსულში. ამიტომ თუ უკრაინა შეძლებს თუნდაც ნაწილობრივ გააკონტროლოს რეგიონი, ყველაფერი შეიცვლება. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც უკვე იძულებულია დამალვაში იყოს უკრაინის დრონების იერიშების გამო, ნიშნულობას დაკარგავს, რადგან ვეღარ შეძლებს უსაფრთხოდ გამოიყენოს სევასტოპოლი როგორც მთავარი ბაზა. კრემლიც დაკარგავდა სამხედრო ძალის პროექცირების შესაძლებლობებსა და გავლენას შავი ზღვისა და მის ფარგლებს გარეთ. შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ უკრაინა საბოლოოდ შეძლებს თავისი დიდი ხნის ოცნების ასრულებას და გახდება ევროპის კავშირის ან ნატოს ალიანსის წევრი, რუსეთის ძალაუფლების სფერო კიდევ უფრო შემცირდება. ეს 2014 წელთან შედარებით განსაცვიფრებელ შემოტრიალებას წარმოადგენდა. იმ დროს ასეთი სწრაფი და ეფექტური ოკუპაციის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ ყირიმი თაობების განმავლობაში რუსეთის ნაწილი იქნებოდა. ახლა ის იგებს, რამდენად საშინლად ცდებოდა. ეხლა შეგიძლიათ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის უკრაინა ბრძოლის მიმდინარეობას ამ ვიდეოში, სადაც განხილულია თუ როგორ გაათავისუფლეს კიევის ძალებმა ცოტა ხნის წინ დიდი ტერიტორიები ოკუპირებულ მიწებზე. ან უყურეთ ამ ვიდეოს, სადაც დეტალურად არის განხილული, როგორ აღმოჩნდა ოდესღაც ძლიერი რუსეთის არმია მუხლებზე დაჩოქი. და ბოლოს არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ The Military Show, რომ მიიღოთ მეტი ანალიზი, ინფორმაცია და უახლესი ამბები რუსეთ-უკრაინის ომიდან და სხვა მნიშვნელოვან კონფლიქტებზე მსოფლიოში.